როგორ შეიძლება ღმერთი ესე დააკნინდეს, ესე დასუსტდეს, რომ ჩემი საცემი გახდა, ჩემი საფუთხებელი გახდა და მე ჩემი ხელით მოიკლა. როგორ შეიძლება ეს? და სხვათა შორის ეს ძლიერი ღმერთის იდეა, ღმერთი კი არის ძლიერი, თავისთავად ცხადია. მაგრამ ღმერთი ჩემთან როგორ მოვიდა? ძალით მოვიდა, არ მოვიდა ძალით. მოვიდა ჯვრით. და მე უნდა დავინახო იგი ჯვრით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არა ძალით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი ვარ და მე მევალება ქრისტე დავინახო ჯვრით, მე მაინც ძლიერი და ღონიერი ღმერთის იდეა მომწონს. იმიტომ ხდებოდა, რომ ქრისტიანული ერები, რომ ქრისტიანი ერი, ძალმოსილი, მთელი სახელმწიფო მანქანა, რომ ქრისტეს ეკლესიის გვერდზე რო დგას. თითქოს ყველაფერი კარგად არის, კანონმდებლობა ქრისტეს ეკლესიაზე აღებული, ყველაფერი, რატომ უნდა დაიღვეს, რატო უშვებს ღმერთი მორღვევას? იმიტომ რომ ჩდება საცდური ღონიერი ღმერთისა. ღონიერი ღმერთისა. და ეს იმდენად დამღუპელი ადამიანის სულისათვის, რომ იწყება რღვევა აი ამ რკინის მესერისა და ადამიანი რჩება ლიტონი რწმენის ამარა ამ უზარმაზარ ოკეანეში, რომელსაც ქრისტე ზულს. მაგრამ იმიტომ, რომ როცა ეს ამ ოკეანისაგან გიცავდა რკინის მესერი, შენ გაგიჩნდა იდეა ღონიერი ღმერთის იდეა გაგიჩნდა თავში. ჯვარცმულ ღმერთ ჩაენაცვლა.